მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, Drive Dynamics-ი დაგიბრუნდათ მურიგი ძალიან საინტერესო ვიდეოთი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ავჩვენეთ სიმართლე რო გითხრათ, ჩემი პირადი მიზეზების გამო და გადავწყვიტეთ ძალიან სადებიუტო, ძალიან კარგი ვიდეოთი დაგიბრუნდეთ. ჩვენი დღევანდელი მასპინძელი არის შატო დე ვერე, სადაც არის ულამაზესი სივრცე და გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დღეს აქ გამოდიალს განვიხილოთ ჩვენი დღევანდელი მოდელები. დღეს ჩვენ გადავიღებთ და გაჩვენებთ 1994 და 1988-იან 124-ის მოდელებს, რესტაილინგს და რესტაილინგს. დღეს ჩვენი რესპონდენტები არიან გიორგი ოთიაშვილი, მობრძანე გიორგი ჩემთან და გიორგი სანიკიძე, ამ ორი ულამაზესი მანქანის მეპატრონეები. მოკლედ, დღეს ჩემი კითხვა არის დახმარებით, განვიხილავთ თქვენს ძალიან კარგ მოდელებს. როგორ ხართ ბავშვებო? შენიდან დავიწყებ. მადლობა, კარგად. შენ როგორ ხარ? რავი, მეც არ ამიშავს, მოკლედ. გადავინაცვლოთ პეტრიჩკით, შენ როგორ გზნობ თავს? მადლობთ, კარგად, არაჩვეულებრივად. ხართ მოკლედ თქვენი ავტომობილების განხილვის ხასიათზე? კი, რა თქმა უნდა. რატომაც არა. რატომაც არა. კი ბატონო. კითხვა რეჟიმში ვიმუშაოთ, მოდი ახლა და პირველი კითხვა იყოს ესეთი: როგორ მოხდა თქვენი ავტომობილების შეხვედრა თქვენთან? ჩვენ დავიწყოთ. ნუ მოკლედ 2 წლის წინ, სადღაც დაახლოებით, ჩემი მეგობრის დახმარებით, შევხვდი ავლაბარში, რენდომად. ნუ დანახვის შემდეგ ძალიან რაღაცნაირად მიგზენი რომ ჩემი მანქანა იყო, ნამდვილად ეს მანქანა და ბავშვობის ოცნებაც იყო, რომ რატომღაც 124-ის კუბე მყოლოდა. ნუ რაღაცა დაემთხვა ალბათ ყველაფერი. ნუ ძალიან სულ მდგომარეობაში იყო, ორი სიტყვით რო ვთქვათ, ნადგომი მანქანა იყო, მეპატრონე ის იყო წარსულში, ძალიან კაი ადამიანი, ძალიან კარგი პიროვნება და მოკლედ შემთხვევით შევიძინეთ ეს მანქანა. ნუ პირდის დღიდან ვაკეთებთ ესე რო ვთქვათ, რადგან ძველი არის, რესტავრაცია სჭირდება. ნუ მოკლედ მივედით ამ შედეგამდე რა. ვისაუბროთ ალბათ ვიზუალურ მხარეზე, ხო? ვიზუალურ მხარეზე უკვე მერე მიკროფონი გადაუნაცვლე. როგორ მოხდა შენი და შენი ულამაზესი მოდელის შეხვედრა? მოგვიყევი ეგეც ბარემ. ჩვენ შევხვდით 2022-ში ნოემბერში. აკრას ძალიან რა გვახსოვს. ჩემი წინა მანქანა ისე უბრალოდ გავყიდე და ორ თვეში დაიდო ეს მოდელი და სულ მინდოდა მეც როგორც გიორგის ბავშვობიდან რომ ყოლოდა ეს მოდელი. თან 3.2-ია ძრავი და განსაკუთრებით 3.2 მინდოდა და რომ წავედით ღამე იყო მახსოვს რომ დაიდო ეგრევე წავედით. და დავათვალიერეთ ვიზუალურად ცოტა კარგად გამოიყურებოდა. და მეორე დღეს წავიყვანეთ შევამოწმეთ და წამოვიყვანე და მისმენი არის ჩემს განკარგულებაში. იდეალური, შვენი არის. რა ძრავზე ყავს? 3.2. შენ? ნუ მოკლედ ეს არის 230C, 2 და 3 პაუკიანი, იმას 2 ძრავი იყო და შეიცვალა, განახლდა შედარებით უფრო ახალ ვერსია ჩავაყენეთ, 2 და 2 არის, იმას 11, 4 ცილინდრიანი და ვეცადეთ რომ მაქსიმალურად ყოფილიყო სტოკი, ანუ ქართულ პოზიციაში რო ყოფილიყო. ნუ დიდი ძრავი ვერ არის, მაგრამ ისეთი ვიზუალი აქვს, რომ დამჯერე ძრავზე არ იყო ორიენტაცია, იმაზე იყო რომ მაქსიმალური ყოფილიყო სტოკი ქართულ მდგომარეობაში რა. როგორც მივხვდი გიორგის აზრობრივი ხარეც ეგ იყო, რომ მაქსიმალურად ძველი მოდელი ყოფილიყო და შეენარჩუნებინა ის ხიბლი რა წელსიც არის გამოშვებული, ხო? მინდოდა ეს კუზავ მინდოდა, რაც არის 124-ის კუპე და მაქსიმალურად ქართულ მდგომარეობაში რო ყოფილიყო და ნუ ძრავი არ გადამიკეთებია, ქართული 3.2-ია, მექანიკა სპორტლაინის. კი ბატონო. არც ვაპირებ რომ შევცვალო. შევახოთ ახლა ტექნიკურ მხარეს. გიორგი, შენგან მაინტერესებს, ვიცი რომ სპორტულ მდგომარეობაში ჩაგვარდა ავტომობილი და რა გავუკეთე? ვიცი რომ ბევრი რაღაცა გავუკეთე ძალიან და მოგვიყევი ახლა. უფრო ტექნიკურად გამოვუცვალე ნაწილები რაღაცეები, აი ერთადერთი ძრავს არ შევხვები ვარ, აი დანარჩენი თითქმის ყველაფერი გამოვუცვალე. აი სავალი ნაწილები, კოლოფის რაღაც დეტალები. კი ბატონო.
არ ვიცი, სავალ ნაწილი მთლიანად მაქვს შეცვლილი და მაქვს დაყენებული ჩამოტანილი ცხვირის ნაწილები, ასე რომ ვთქვა. კი ბატონო. კი ბატონო. აჰა, კი ბატონო. ძალიან არ გაგვიგრძელდა საუბარი, ესე იგი ეს არის მოდელი, სადაც შეიცვალა აბსოლუტურად ყველა დეტალი ძრავის გარდა და ძრავის დეტალების გარდა. კაი, 0-დან 3-მდე რამდენი აქვს ახლა აჩქარება? მითხარი, თუ დაგიტესტია? 0-დან 3-მდე ესე არ დამიტესტავს, მაგრამ ქარხნული მონაცემი ვიცი რომ 8 წამი ჭირდება დაახლოებით. ანუ ქარხნულად რო ვთქვა 8 წამი უნდა, მე არ გამიტესტავს. გვაქვს დაახლოებით დათვლილი შენახვა რა გვიჯდება? თვითონ თუ არა რაღაცა 1 წლის ინტერვალში მაინც. გააჩნი რამდენად მანიაკი ხარ მანქანის. და შენ რამდენად მანიაკი ხარ? მე ზვირი მიჭირდება. ხო, ანუ არ ჯდება ზოგადად ზვირი ერთხელ რომ გააკეთებ, აი მართლა საწვავი უნდა და ანუ ეს ნაწილები 1000-ში ერთხელ როცა შენ ამზით შეცვალო თუ აგენდა შეცვალო ძირითადად მეტი ესე არ ჭირდება ხოლმე არაფერი, მაგრამ თუ მანიაკი ხარ და ჩაძრომა გიყვარს მანქანაში, მე უკვე ზვირი გიჭდება, იმიტომ რომ ძველი მოდელია და ნაწილები ნაკლებად იშოვება და თუ აი ნაწილი გინდა მით უმეტეს ზვირი ღირს ეს ყველაფერი და ამიტომ დედება ზვირი თორე. აი როგორც ვიყიდე, სულ არაფერი გამომისვალო დღემდე და ეს მანქანა. აი ჩემს შემდეგ კითხვამდე მიხვედი შენით. ზეც რამდენ ხანში ერთხელ ცვლი და აი სიმართლე მითხარი, ცვეთად ნაწილებს საცვლი ხოლმე, იმიტომ რომ ვისაც მსგავსი ძველი მოდელი ყავს, ვფიქრობ, რომ რადგანაც ძალიან ესეთი იშვიათი საშუალებელი არის ამის ნაწილები, 124-ის მძღოლები დამერწმუნებით. სად ცვლი ხოლმე შენი ავტომობილის ნაწილებს? მოდი ჯერ ზეც გეტყვი. ზეც ცვლი ხოლმე მიახლოებით 4-დან 5000 კილომეტრამდე, ან 1 წლის ინტერვალში თუ ვერ გავიარე, 1 წლის მერე მაინც ცვლი ყოველი შემთხვევისთვის. ნაწილებს რაც შეეხება, ალბათ 124-ის ყველა მფლობელი იცნობ სულიკოს. სულიკოს ალამი. მოკითხვა სულიკოს. სულიკოს ჩამოაქვს ცხვირის ნაწილები, პირველი ადამიანი ეგავიცანი, იმიტომ რომ თან აი ადამიანია. ხო, და ძირითადად მაგასთან ცვლი ხოლმე ნაწილებს, იმიტომ რომ ხარისხიანი ნაწილები აქვს და ვიცი რომ გამომდგარია და კი ბატონო. მანდან თუ რამე ესეთია რომ გამოწერა შემიძლია და ახალია, ვიწერ. კი ბატონო, კარგი. ჩემს შემდეგ რესპონდენტს შევერთეთ. გიორგი დაგვავიწყდი, მეგონი ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. კი ბატონო, კითხვა შემოგიბრუნებ. რა ტექნიკური მხარე გაუკეთე ამ მანქანას მოკრავი? ნუ მოკლედ შეიღება სრულად ჩაუტარდა სამგროვო სამუშაოები, განახლდა სავარძლები სალონში. სალონში გახვდა იდეალური სიტუაცია, მხოლოდ ამ ტყავის შესვლა დაუჭირდა. შეიცვალა დისკები, საბურავები, რა თქმა უნდა, სავალი ნაწილები ყველაფერი ეყინა ქარხნული მოკლედ რა. და მაქსიმალურად ვეცადეთ რომ ქარხნული ყოფილიყო. ნუ ეს კარგ გამიჭირდა ავტონაწილების მაღაზიაში ვმუშაობ. ჩემი თუ ჩამოვიტანე. იდეალურად. ეს იყო დაკავშირებული რა თქმა უნდა დროზე, რაც ყველაზე მეტად გაიწელა. სხვა მეტი გამშვები შეიცვალა, დაყენდა ახალი. სხვა მეტი ისეთი არაფერი. ნუ ეხლა მოკლედ აი დეტალები რომელიც არის მწვრილმანები, აი რაც ხალხთან არის ყველაზე მეტად დაკავშირებული და დრო რომელიც არის შოვება ეს დეტალები და რა ვიცი, ნუ მოკლედ იმედით ამ შედეგამდე რა. კი ბატონო, გვაქვს ატესტილი 0-დან 3-მდე რამდენი ჩქარდება? მეორე გიორგისგან განსხვავებით. ატესტილი ესე არა გვაქვს. რამდენს აჩქარება რა არის 0-დან 3-მდე, მაგრამ აი სადღაც დაახლოებით, როგორც აი ქარხნული მონაცემები გვაქვს, 2 და 2 იმას 11 ძრავი, 4 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემით, სადაც დაახლოებით 11 წამში აჩქარება არის 0-დან 100-მდე. კი ბატონო. ნუ მოკლედ ზეც რამდენ ხანში ერთხელ 5000 კილომეტრზე როგორც გიორგი მაგნიშნა, ნუ ეს ძრავები ყველა მიცის იმას 11, როგორი გამძლე ძრავი არის და ხო, და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ჩვენც არ დავტანჯოთ ძრავი და 5000 კილომეტრზე იცვლება სეთი, ასევე ფილტრები და ყველაფერი რაც ცვეთადი არის. კი, ცვეთადი ნაწილი. კი ბატონო. სხვა მეტი რა. სხვა მეტი არაფერი, მოკლედ, ჩემი შემდეგი კითხვა ახლა მდგომარეობს ესეთში. რა შეგრძნება არის 124-ის მძღოლობა და რამდენად იქცევს ყურადღებას, როდესაც გარეთ გადიხართ, თუნდაც ქალაქში მოძრაობთ? მოკლედ 124-ის მძღოლობა, როცა მანქანით გამოვდივარ, ხალხში აი ძალიან რაღაცნაირ დადებით ვაიბს იწვევს. ნუ ვცდილობ რომ მაქსიმალურად არ ვიარო ამ მანქანითაგან საცხოვრებელი და სიტუაციას ვისთან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობ რომ შაბათ-კვირას გამოვიდე ხოლმე. და აი შაბათ-კვირას როცა გამომდივარ საღამო საათებში ძალიან აი დადებითი ემოციები არის ხალხიდან. რაც აი რაღაცნაირად შინაგანად ვერ წარმოვქმნი, აი ვერ იტყვი.
ვერ დაახასიათებ თუ როგორი აი სიამოვნება არის რა ეს როცა ხალხს უხარია რა მანქანით მოძრაობ მით უმეტეს დამერწმუნებით რომ old school-ი მანქანების აი ეხლა უფრო ამ ბოლო პერიოდში უფრო მომრავლ დავიდე აქ უნდა იყო და კი ნამდვილად და აი მე ვიდად გირჩევთ ყველას რომ ეს old school-ის მანქანები შეიძინოთ და ნუ მომავრავლოთ რა მოკლედ ესე რა ვთქვა კი ბატონო გიორგისთან გადავიდეთ შენთვის რა შეგრძნება არის გიორგი გარესივცისგან თუ აქვს შენთვის დადებითი ემოციები გიორგი თქვა მეც იშვიათად გამოვდივარ ვთილობ არ გამოვიდე იმიტომ რომ სულ ქალაქში მოდი მოიყურე აქ ისე მესაუბრე საცობის გამო მეც შაბათ-კვირას ან რამოდენიმე დღეს თუ გამოდივარ კვირაში მხოლოდ ანალოგიურად ხალხი დაკვირდება, იყურება, ან გაჩერებენ, ზოგი გესაუბრება, ზოგი უბრალოდ ხელით განიშნებს რომ კი, წაღანაც რა ვიყავით, მივხვდით ყველა ხალხის ემოციას. ზაში რამოდენიმე გვანიშნა პატრულსაც გაუჩერები ვარ და უბრალოდ ეს მანქანაზე მელაპარაკა და წავიდა. გვერდზე სამოვდა და სკოშანთან ულაპარაკი ეს უბრალოდ ან აი და დადებითი ემოციებით იმუხტები რა რომ ხალხი იყურებს, ბავშვებს უყვართ, აი ბავშვებს ცოტა ვერ ხვდები რატო უყვართ იმიტომ რომ სუპერკარზე სპორტკარები უნდა უყვარდეთ მაგრამ გებოვნებია იმ თაობა ბოდის. არ ვიცი ალბათ, იმიტომ რომ ბავშვებს ხშირად ვაკვირდები რომ გადადიან გზაზე ჩერდებიან და უყურებენ. აუ ძალიან სასიამოვნო და დადებითი ემოციებით იმუხტები როცა ამახანით მოძრაობ ქალაქში. კი ბატონო, რა იქნებოდა მოდელი, რომელსაც იყოლიებდი 8 არა 124? 824-ის არ მიფიქრია, მაგრამ ალბათ ისე Mercedes-ში დავრჩებოდი და ისე old school-ში. ეს კლასის კუპე მიყვარს 126-ის, ისი ძალიან ლამაზია, ცოტა გაუს. SL-ის მიყვარს Roadster-ია, ის R129. და მაინც ერთი კონკრეტული მოდელი, რომელსაც იყოლიებდი 8 არა 124? მოდი მაშინ ისევ SL-ს ვიტყვი, R129-ს Roadster-ი კაბრიოლეტია და ოკეი, კაი. გიორგი, შენ რა სიტყვი? რა იქნებოდა ის ერთადერთი მოდელი, რო არა შენი ულამაზესი მანქანა? ალბათ BMW შეჯერდებოდი. ნუ ეს old school. ეს კლასი old school-ი 140W. რატომღაც საინტერესო ავტომობილი არის პირადად ჩემთვის. ნუ მაგაზე შევჯერდებოდი რა თქმა უნდა. კი ბატონო. და ალბათ შემდეგი მანქანა ჩემთვის საცნების არის W124 ისევ. E500 ვალჩოქს რო ეძახიან. ასე აი სანატრი მანქანა რა, ყველასთვის ალბათ 90-იანების გიორგის სამერწმუნება. გიორგი, შენი ავტომობილის შიდა სივრცე მაჩვენე, რომელსაც ვიცი რომ პირვანდელი სახე აქვს მაქსიმალურად შენარჩუნებული და ვიცი რომ ძალიან ძველი სალონია შეგნით. მინებს čauciot. ეს კონკრეტული სალონი ნაჭრის კლეჩატი, რომელიც არის სპორტლაინის სალონი. აქ შეცვლილი არაფერი არ მაქვს საჭის გარდა. საჭე და უბრალოდ აღდგენილი არის ეს შუა ბარის მაკაგონები, მეტი არაფერი. ძალიან კომფორტული და ლამაზი არის. კი, სავარძლები ძალიან კომფორტულია. მეც ჩავჯექი თავიდან გამიკვდა. კი, ნამდვილად. წლის მანქანაში. რა სავარია? პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული და ჩემი ფავორიტი არის Mercedes-ის 124 კუპის მოდელში, აი ეს ღვედი რო გამოდის, არის სასწაული. გამოვა, ოღონდ კარი უნდა მოვხუროთ ამისთვის. ძალიან მინდა რომ ეგ ნახო. ანუ აი ერთ-ერთი ფავორიტი ფუნქცია არის. მართლა. ანუ კუპი არის. გიორგი, შიდა სივრცე ნახეთ. ეხა ძრავშიც ჩამახედე. გამიხსენი. ნახოთ, შევხედოთ. რატო როგორ არის? ოჰოჰო. განსაკუთრებულ ვერაფერს ვერ გეტყვით. პირვანდელი სახებით რო შენარჩუნებული, მაგრამ ძალიან ლამაზ ვიზუალზე არის. კი, ნუ ეს აშკარად მოვლილია. რესპექტ. უკვე ის არის რატომაც ხარჯავ თვეში ამდენს. ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, რომ სულ იყოს დიალოგ მდგომარეობაში მაქსიმალურად. კი ბატონო, მშვენიერე. საფრთხმა განსაკუთრებულ არ გვინდა არაფრის თქმა, ეთყობა ყველაფერი, ზე იდეალური მოვლილი ძრავი არის ამ წლის მანქანისთვის, რა ვიცი, რესპექტ მართლა. 31 წლის გახდა თებერვალში. გილოცავ, ძალიან კაი. გიორგის მანქანის ძრავის ნახვის შემდეგ გადავინაცვლებთ მეორე გიორგისთან. პელიჩკასაც გეთხოვები. გიორგი, მზადხარ როგორ ჩვენა შენი მანქანის სალონი? წამყევი, გამიძახი. მინდა გამოვარჩიო მაქსიმალურად დახვეწილი სალონი, ფერი,
არ ვიცი, საჭეზე გაუსვათ ხაზი მეგობრებო. ანუ შიდა სივრცე არის ზე იდეალური. წინა 24-ისგან განსხვავებით საკმაოდ განსხვავებული სალონი აქვს მინდა აღნიშნო. თეთრილი გახლავთ? კი, მაქსიმალური სადა, კლასიკურ სტილში, საჭეც ნარდის ორიგინალი საჭეა, კლასიკა. Ну, სალონში ბევრი არაფერი არ გაუკეთებია, მხოლოდ ყავი შეიცვალა, სხვა მეტი ყველაფერი არის თავისი ორიგინალი ქართული მდგომარეობაში. მეც რაღაცას ვედავამატებ. ვერაფერს დავამატებ, იმდენად იდეალურ მდგომარეობაში არის მეგობრებო ჩვენი ყავის სალონი. იბატონო, საჭეზე იდეალური არის. ეტყობა რომ ორიგინალია ნამდვილად. ანუ სასწაული მოდელები მეგობრებო, სასწაული მოდელები. მეგობრებო, განვიხილეთ და გაჩვენეთ ჩვენი ულამაზესი 124-ის მოდელები. ჩემი რესპონდენტების დახმარებით, რა თქმა უნდა. გიორგი, რას გვეტყვი ამ ვიდეოს დასასრულს? Ну, რაღაც ველოდით, მოლოდინებს გადააჭარბა ალბათ. კარგი საღამო იყო. Ну, თხოვთ ჩვენს მაყურებლებს რომ გამოგვიწერო. ნამდვილად. რა თქმა უნდა, თქვენი გვერდით და ჩვენი გვერდით მითითებული იქნება. აღწერაში დავურთავთ აუცილებლად. კი ბატონო, გიორგის ინსტაგრამს და ასევე გიორგის ინსტაგრამსაც. გიორგი, შენ რას გვეტყვი? მოგეწონა დღევანდელი განხილვა? ცოტა კი მერეულობით თავიდან. მე მგონი კაი გამოვიდა და მე მგონი გასაგებად ვისაუბრეთ მაყურებლისთვის. რა თქმა უნდა, გაკეთებული და ასე შემდეგ მივაწვეთ ინფორმაცია რაღაც დეტალურად. იმედია რომ გამოადგებათ კიდე სავალ ნაწილებთან დაკავშირებით. ეს გისურვებ ძალიან მესიამონა, ძალიან კაი საღამო იყო მართლა და ბევრ გამომწერს გისურვებ და გამოიწერეთ. გამოგვიწერეთ, მეგობრებო. რაგემშვიდობებით, ჩემო ძვირფასო რესპონდენტებო, მადლობას გიხდით მოსვლისთვის, დაფასებისთვის, დროის დათმობისთვის და ჩემს მაყურებლებს ვეტყვი ახლა 1-2 სიტყვას. მართლა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვჩანდით ნამდვილად და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენმა დღევანდელმა განხილვის საღამომ თქვენზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და მიხარიეთ თუ მოგეწონათ და მინდა გთხოვოთ, რომ გამოგვიწეროთ აუცილებლად, იმიტომ რომ ამ დღის მერე ვაპირებთ ყოველ შემთხვევაში, რომ საკმაოდ აქტიური გადაღებები გავაგრძელოთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველათ, ვინც აქტიურად მწერდით იმის შესახებ, რომ ვაპირებთ თუ არა ისა YouTube ვიდეოების გაგრძელებას და მეგობრებო, კი, დღეიდან სრული ანონსით გეუბნებით, რომ ნამდვილად ვაპირებთ აქტიურად ჩავარდით YouTube გადაღებებში და ვფიქრობთ შემდეგ პროექტს. პოდკასტი ხომ არ დაგვეწყო და ავტომობილები იქაც განგვეხილა, სადაც საჭირო არის და სადაც ვფიქრობთ და სადაც გეკვლავთ. თქვენგან გვაინტერესებს იდეის დონეზე გვაქვს რეალურად ახლა ეს ყველაფერი და ამ განხილვების მერე პოდკასტებიც ხო არ დაგვეწყო, დრიფტერებსაც ვფიქრობთ და რავი, არ ვიცი. მოკლედ, დაგემშვიდობებით ძვირფასო მეგობრებო, ძალიან გამიხარდება თუ გამოგვიწერთ და დალაიქებთ ჩვენს ვიდეოს. აუცილებლად გამოგვიწერეთ. ეხლა კი დაგემშვიდობებით და გიტოვებთ ამ ორი ულამაზესი ავტომობილის ვიდეო კადრებს.